გადაგელოდების ახლა. მოგესალმებით, ძვირფასო სტუმრებო, პატივცემულო პარტნიორებო. გაგეცნობით, ვინც არ მიცნობთ, მე გახლავართ ციცი ბეჟუაშვილი, ამ კომპანიის, ამ უნიკალური კომპანიის ოფიციალური ბიზნეს პარტნიორი, რითაც ნამდვილად ვამაყობ, ნამდვილად საამაყო კომპანიაში ვარ. პროფესიით გახლავართ პედაგოგი, თუმცა საკმაო გამოცდილება მაქვს ქსელურ მარკეტინგებში მოღვაწეობის მრავალწლიანი. იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ბიოდანამატები და სწორედ აი ამ კუთხით შევედი და იმისთვის კიდე რომ უფრო მეტი დრო მქონოდა ოჯახისთვის. და გადავწყვიტე ონლაინ სამსახურის დაწყება ასეთი სახით. მაგრამ ქსელურ კომპანიებს ნამდვილად ვერც კი შევადარებ, საერთოდ არც შეიძლება მათთან გავუტოლოთ კომპანია ლივგუდი, იმიტომ რომ ეს გახლავთ უპირველეს ყოვლისა კლუბური სისტემის, ისევე როგორც ამაზონი არის, აი ასეთი სისტემის არის, მხოლოდ პატარა ელემენტი არის აქ ქსელურის, ეს გახლავთ მოწვევა. თუმცა დასაწყისშივე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ჩვენი კომპანია ელვის სისწრაფით მიდის წინ, სულ რაღაც 2 წლის კომპანია გახლავთ, მაგრამ ელვის სისწრაფით მიდის და ეს მოწვევებიც ადრე თუ გვიან შეწყდება, როდის ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ისეთ სიურპრიზებს გვთავაზობს და ისეთ სიურპრიზებს ახორციელებს ბატონი ბენგლისკი, ამ კომპანიის დამაარსებელი და ნოუდერ ხაზანი, რომ ჩვენ თვითონ პარტნიორები ვართ გაოცებულები, რომ აი ასეთი სისწრაფით ინერგება კომპანიაში სიახლეები და უკვე ეს დანერგილი არის ამოქმედებული. ასე რომ ესეც მოულოდნელი იქნება, რომ შეწყდება მოწვევები. ამას დასაწყისში იმიტომ მოგახსენებთ, რომ თქვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდოთ ამ კომპანიას, ვინაიდან ნამდვილად უსერიოზულეს კომპანიაში ბრძანდებით. ეს არის ონლაინ ბიზნესი, რომელიც დედამიწის ზურგზე არ არსებობს მსგავსი. ანუ ანალოგი არ ყავს ამ კომპანიას და რატო ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ ჩემი პრეზენტაციის მსვლელობისას. გაგაცნობთ, კომპანია არის დარეგისტრირებული ფლორიდის შტატში, ამერიკაში. ამერიკა მოგეხსენებათ, რომ ძალიან სიმკაცრით გამოირჩევა და იქ ფეიკი კომპანიები არც კი განიხილება. ამასაც იმიტომ გეუბნებით ხაზგასმით, რომ თქვენ სრულიად დარწმუნებულები იყოთ და სრულიად სანდოდ შემოდგათ აქ ფეხი და მყარად იყოთ ამ კომპანიაში, აი ამიტომ ხაზგასმით აღნიშნავ ამას. ფლორიდის შტატი კიდევ უფრო გამკაცრებულია ამ კუთხით. და ქალბატონი ნანა ლომიძე, რომელმაც შემოიტანა ეს უნიკალური კომპანია, სულ რაღაც რამოდენიმე თვის ჩამოყალიბებული იყო და საქართველოში გვაზიარა მისი წყალობით ვეზიარეთ აი ამ უნიკალურ კომპანიას. ისე იცით, როდესაც რაღაც კომპანიები შემოდის, ხო, ვინც ახლა მექსელეები ხართ, იცით, რომ ბოლოში მოაღწევს ხოლმე საქართველოში, უკვე ბოლოში, უკვე რო სხვა ქვეყნებში აღორძინებულია და კარგად მოიკიდა ფეხი, ბოლოში მოდის, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ამ უნიკალურმა განუმეორებელმა კომპანიამ დასაწყისშივე შემოაბიჯა ფეხი საქართველოში და 4000-ზე მეტი დარეგისტრირებული არის უკვე ქალბატონი ნანა ლომიძის წყალობით. თავად ავსტრიის მოქალაქე გახლავთ, მაგრამ ყოველთვის მისი ფესვები არის საქართველოში და ყოველთვის ტკივა ქართველი ერის ბედი. ამიტომ სწორედ მან იზრუნა ქართველ ხალხზე, ვინაიდან ძალიან კრეატიული, უაღრესად განათლებული ქალბატონი გახლავთ და მას აქვს ეს კომპანია საფუძვლიანად გამოკვლეული. თუმცა თქვენ ყველა თითოეულ ახალ მოსულს შეგიძლიათ ასეთი საიტი არსებობს, ბიზნეს ფორუმი, დაგუგლოთ ეს საიტი, ჩაწეროთ თქვენ კომპანია ლივგუდი და ნახავთ და გაოცდებით, რომ ის ტოპ კომპანიებს შორის არის ნომერ 1 ადგილას. თქვენ წარმოიდგინეთ, ჯერ 2 წლის არის კომპანია. ამასაც ხაზგასმით აღნიშნავ ტოპ კომპანიებს შორის. მას ასევე მიენიჭა 3A+ სერტიფიკატი.
ეს ნიშნავს, ეს მხოლოდ 5 კომპანიას აქვს მინიჭებული მსოფლიოში, თქვენ წარმოიდგინეთ. ანუ რა დონის კომპანიასთან გაქვთ საქმე? ხო, ძალიან სერიოზულ კომპანიასთან. ასე რომ კომპანიის დამაარსებლები იყვნენ ასევე ცნობილი მექსელეები, 25-30 წლიანი გამოცდილებით და მილიონრები და ყოველთვის მადლობას ვეუბნები ღმერთს, რომ აი ამ ადამიანებმა მართლა ადამიანის სიტყვა, რასაც ქვია, იყო ადამიანი, აი ეს ორი პიროვნება არის ის ადამიანი, რომლებმაც იზრუნეს საშუალო ფენა ფაქტიურად დღეს აღარ არის მდიდარი, არის ღარიბი. ასე ვთქვათ, თითოეულ ღარიბ ადამიანზე იზრუნა ამ ორმა ბატონმა. და ბენგლისკის სიტყვებს მოვიშველიებ და ვიტყვი, რომ ბენგლისკიმ ასე თქვა, ამ ყელში ამომივიდა ეს ქსელური კომპანიები, ეს ყიდვა-გაყიდვები და რატომ ამოუვიდა ყელში იცით? იმიტომ რომ იქ ხედავდა, რომ მხოლოდ ერთეულები იყვნენ სათავეში, დანარჩენები იყვნენ სულ ქვევით, ანუ ერთი და იგივე ადგილს კებნიდნენ. და ვინც ქსელურებში მოვაწეობთ, ეს გამოცდილება, ეს მწარე გამოცდილება მე პირადად მაქვს. ყოველთვის ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნით ქვემდგომები და ზემდგომებთან მიდის და მიდის. მაგრამ აქ გაოცდებით მე თქვენ რასაც გეტყვით. აქ პირიქით არის. ზედა სპონსორებიდან ჩამონასხი ხალხით ივსება ჩვენი, ასე ვთქვათ, ის 12, 13, 14 და 15 ლეველი, რაზეც მე შემდგომ მოგახსენებთ თუ რას ნიშნავს ეს ლეველები და სად მივყავართ აი ამ ლეველებს, აი ამ დონეებს. აი მათ სწორედ იზრუნეს იმ კუთხით, რომ გაყიდეს ის თავისი კომპანიები და ჩამოაყალიბეს აი ასეთი უნიკალური, შეუდარებელი კომპანია. ეს იცით რას შეიძლება შევადაროთ? გემი, რომელზეც თქვენ ზიხართ და ის გემი უკვე გამოვიდა მწყობრიდან და მიექანება უბსყულისკენ. უნდა ჩაიძიროს, სადაც არ ჩაიძირება. ამ დროს გაგთხილებთ კაპიტანი, რომ სასწრაფოდ გადახვიდეთ, გვერდით არის ფეშენებულური გემი, გამართული, ახალი, სრულიად მყარი, სანდო, თქვენ რას იზავთ? დარჩებით იმ გემში და ჩაიძირებით? არა მგონია, ხო? სიცოცხლე ძალიან ძვირფასია. სასწრაფო წესით გადაჯდებით იმ ახალ გამართულ გემში. აი ამ კომპანიებს შევადარებ იმ გემს, რომელიც უკვე უბსკულისკენ ეშვება და იძირება. Amway არის უდიდესი, უმსხვილესი კომპანია მსოფლიოში. თქვენ წარმოიდგინეთ, იხურება. უმსხვილესი კომპანიები იხურება და იძირება. და რატომ? იმიტომ რომ კომპანია ლივგუდი არის ისეთი მარკეტინგით შემუშავებული, რომ ცნობილი მილიონერი მექსელეები ტოვებენ კომპანიას და მობრძანდებიან კომპანია ლივგუდში. რა თქმა უნდა, სადაც უკეთესია, ყველა იქ მივდივართ, ხომ ასეა, ხო? ასე რომ, იმიტომ აღვნიშნე, რომ ძალიან კრეატიული ადამიანები არიან და ფაქტიურად ამ კომპანიებში არის სიურპრიზების ზღვა. ულევი სიურპრიზები აქვს კომპანიას. ვეღარ აუდივართ ხოლმე იმდენი ერთი მეორეზე მოდის ეს სიურპრიზები და რა მოიაზრება ახლა ამ სიურპრიზებში გეტყვით. იყო საუბარი, რომ უნდა დანერგილიყო კლინიკა ჩვენს კაბინეტებში. თქვენ როდესაც დარეგისტრირდებით, გენიჭებათ თქვენი საკუთარი კაბინეტი, ონლაინ ეს ყველაფერი თქვენს ხელშია და არის სრულიად გამჭვირვალე. იქ გერიცხებათ თანხები და იქ არის კაბინეტში მენიუ. ესეც ქალბატონ ნანა ლომიძემ გავიკეთა ინსტრუქციების ჩათი, სადაც დეტალურად შეგიძლიათ კომპანიაში ფეხს შემოაბიჯებთ თუ არა, იქიდანვე შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენ განვითარება. იმიტომ რომ მან მოგვიმზადა სრულიად უანგაროდ უამრავი ვიდეორგოლი, სადაც განხილულია თუ როგორ დავრეგისტრდეთ ექსკურსია ლივგუდის კაბინეტში, როგორ გადავრიცხოთ შიდა საფულეთი თანხა, როგორ გადაურიცხოთ პარტნიორს და უამრავი ვიდეორგოლები, როგორ გამოვიწეროთ ეს უფასო გზავნილი გვაქვს კიდევ ჩვენ
რომელიც მოდის ამერიკიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, მე როდესაც აქ ვაგზავნიდი საკურიერო მომსახურებას ვიყენებდი და ვაგზავნიდი ამა თუ იმ პროდუქტს იმ კომპანიიდან ყიდვა-გაყიდვით ვიყავი დაკავებული სამწუხაროდ და ფულებით, რის გახსენებაც ნამდვილად აღარ მსურს და 5 ლარი იყო მაშინ, ახლა 6 გახდა, თუ არ ვცდები, უფრო მეტიც საკურიერო მომსახურება. თქვენ წარმოიდგინეთ, ამერიკიდან მოგვდის ჩვენ პროდუქტი სრულიად უფასოდ. ესეც კომპანიის სიურპრიზი. და იმდენად არიან ეს ორი უჭკვიანესი ადამიანი, მართლა ადამიანებით დაინტერესებული, რომ 6 პროდუქცია კომპანიას აქვს, უამრავი პროდუქცია, მაგრამ 6 პროდუქცია, რითაც ჩვენ ვიწყებთ მკურნალობას ფაქტიურად დასაწყისში გვესაჭიროება, სწორედ ის 6 პროდუქცია თქვენ შეგიძლიათ $99 შეიძინოთ. არ მოგესმათ. სხვა კომპანიებში ზოგი პროდუქტი, თითო პროდუქტი ღირს 90, 100 евро, 60, 70 და ასე შემდგომ. აქ თქვენ $99 შეიძენთ 6 პროდუქტს, რომელიც თქვენ ასე ვთქვათ ფეხზე დაგაყენებთ. ანუ მათ იმათზეც იზრუნეს, რომ გქონდეს ჩვენ შემოსავალი და გქონდეს ჯანმრთელობა. მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს დღეს, ხო? თუ ფული გაქვს და ჯანმრთელობა არ გაქვს, მაშინ იმ ფულს არაფრის ფასი არ აქვს, დამეთანხმებით, ხო? მილიონიც რომ გქონდეს, თუ ჯანმრთელობა არ მაქვს, არაფერი არ მიხარია, არაფერი არ მაინტერესებს, მაგრამ აქ ორი ურთიერთშერწყმულად არის, ჰარმონიაში არის ჯანმრთელობა და ფინანსები. რა თქმა უნდა, ეს თქვენი კეთილინება არის, აქ მხოლოდ ადამიანების მოწვევას გთხოვს ჩვენ კომპანიის დირექტორი და არა ყიდვა-გაყიდვას. მაგრამ აქაც ისეთი ჭკვიანური მარკეტინგი აქვთ შემუშავებული, რომ აქ მოსული ადამიანი ნამდვილად გულგრილი ვერ დარჩება ძვირფასო სტუმრებო, იმიტომ რომ ჯანმრთელობა და სიცოცხლე ხომ ყველაზე ძვირფასია, ხო? დამეთანხმებით. ამ სიცოცხლეს კი გაფრთხილება ჭირდება. მით უმეტეს, როდესაც ასაკი გვემატება, მერე უფრო გვჭირდება ის ბიოდანამატები, ის საკვები დანამატები, რასაც ჩვენ ვერანაირად, ვერც ხილით, ვერც ბოსტნეულით ვერ შევივსებთ ამას, ვერ ვიღებთ. იმიტომ ვერ ვიღებთ, რომ ის მიკრო და მაკრო ელემენტები, რაც უნდა იყოს ნამდვილად ბოსტნეულში და ხილში, ფაქტიურად არ არის, ხო? იმიტომ რომ ის საკვები არის ყველაფერი გემოდიფიცირებული და ყველაფერი საშინელი შხამქიმიკატებით მოყვანილი, თუმცა გარეგნულად ლამაზია, მაგრამ სარგებელი არაფერი არ აქვს. ეს პროდუქტები რატომ არის ახლა ეფექტური, ამაზე ორი სიტყვით მოგახსენებთ. ვინაიდან ეს პროდუქტები, რაც მოდის მცენარეებით ბოსტნეული, ეს ჩვენი ბიოდანამატები, რითაც მზადდება, ბიოლოგიურად დამუშავებულ ნიადაგზე არის მოყვანილი ეს პროდუქტები. იცით, როგორი შედარება შეიძლება მოვახდინო, აი, ჩვენი ალბათ ბებიები რომ იკვებებოდნენ. აი, ასეთ ნატურალურ პროდუქტებს მივიღებთ ჩვენ ფხვნილის და კაფსულების სახით. სწორედ ამიტომ დადო, ამ პროდუქტებმა ასეთი საოცარი შედეგი, ვინაიდან ჩვენ გვყავს უამრავი ქსელიდან მოსული პარტნიორები, მეც მათ შორის და მოვიხმარდით ჩვენ იმ ბიოდანამატებს. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვიყავი, მაგრამ აქ რო პროდუქტები დავაგემოვნე და აქ რო შედეგები დადო, ყველა პარტნიორი ამას აღნიშნავს და გაოცებულები ვართ. მსგავსი არც ერთ კომპანიაში არ არსებობს. უბრალოდ მე ახლა რამდენიც არ უნდა გელაპარაკოთ ახლა გაშილ სუფრაზე, რომ გითხრათ, რომ აი ეს ტორტი ძალიან გემრიელია, თქვენ თუ არ გადაიღებთ იმ ტორტის ნაჭერს და არ მიირთმევთ, თქვენ ვერ დააგემოვნებთ, ხო? ასია. ამიტომ თქვენ უნდა დააგემოვნოთ პირადად ეს კომპანია ბიზნესის კუთხით, ჯანმრთელობის კუთხით და მე რა თქმა უნდა თქვენს ჩემსავით აჟიტირებული იქნებით და თქვენც აი ასე გადმოსცემთ ყველაფერს. ასე რომ პროდუქტებს შევეხეთ ცოტას, ეხლა კი მინდა გადავიდე იმ ჩვენს უნიკალურ მარკეტინგზე, რაც ამ კომპანიას ახლავს.
7 სახის ბონუსი აქვს კომპანიას და მე ახლა 3 სახისას წარგიდგენთ დასაწყისში თქვენ რაც გჭირდებათ უფრო და მე რა თქმა უნდა, როდესაც დარეგისტრირდებით და უკვე თქვენი კაბინეტი გექნება, თქვენი აკაუნთი, თქვენ უკვე თავისუფლად ნელ-ნელა გაერკვევით ყველაფერში. რა თქმა უნდა, თქვენი მომწვევები ამაში დაგეხმარებიან. აქ ჩვენ ერთ გუნდად შეკრული გუნდი ვართ და ჰარმონიული, ასე ვთქვათ, ერთი დიდი ოჯახია. არის სწრაფი მოწვევის ბონუსი და რას ნიშნავს ეს? როდესაც თქვენ დარეგისტრირდებით, $40 გადაიხდით რეგისტრაციისას. $10, $9 და 95 ცენტი გახლავთ კლუბის საწევრო, რომელიც ეს არის სავალდებულო, რომ უნდა გადავიხადოთ ყოველ თვე. ისევე როგორც ახლა, როდესაც დავდივართ ფიტნეს კლუბში, ჩვენ ვიხდით ხო, რა თქმა უნდა, ისე არავინ არ შეგვიშვებს იქ თუ არ გადავიხადოთ ყოველთვიური საწევრო. ვიხდით ასევე ტელევიზიის, ინტერნეტის, წყლის, დენის, ყველაფრის გადასახადს ხო, ყოველთვიურად. კომპანია ლივგუდსაც აი ეს გადასახადი აქვს ყოველთვიური. აი ამ $10 წყალობით ჩვენ გავდივართ, როდესაც ჩვენ ამ თანხას ვიხდით, გავდივართ $2000-დან $16,000 ხელფასზე. თქვენ ეს არ მოგესმენთ, იმიტომ რომ ჩვენ აქ ყავს მე პირადად $200 მაქვს ხელფასი, ჩემს მომწვევს, ვინც მე მომიწვია მას $700 აქვს, ქალბატონი ნატალია, რომელიც ძალიან მალე უკვე საქართველოში დაბრუნდება, იმიტომ სწორედ ამ კომპანიის წყალობით 18 წელი ემიგრაციაში გახლავთ იტალიაში და ეს არ არის ცოტა დრო, ეს არის ძალიან რთული წლები, რა თქმა უნდა, ვინც ემიგრაციაში იმყოფებით, კიდევ უფრო მეტად. მე ძალიან შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ ვინც მანდ-ხართ, რა თქმა უნდა, უფრო მეტად, ხო? ძალიან სამწუხარო არის. ქონდა ჩვენ ქალბატონ ანა ლომიძემ ჩაატარა შეხვედრა, ძირითადად ემიგრანტებს მიუძღვნა, იმიტომ რომ მართლაც მტკივნეული საკითხია ეს და ძალიან გვინდა რომ დაუბრუნდეთ თქვენს ოჯახებს და თქვენს სამშობლოს. ქალბატონ ნატალიას კი აქვს ეს ბედნიერება. ასევე არიან პარტნიორები, რომლებსაც აქვს $4,200, $8,000, ასევე გვყავს $16,000 ჩვენი სულ ზედა სპონსორი, ქალბატონი ალა არის $16,000 მფლობელი და ფაქტიურად ის მილიონერია. მილიონერია იმიტომ, რომ ეხლა 16,000 არ არის მილიონი, მაგრამ აქ არის კიდევ მაჩიკ ბონუსები, რაც ნიშნავს ხელფასიდან ხელფასს. ესე იგი, ცხოვრებაში ერთხელ თქვენ ყიდულობთ მზა ბიზნესს მხოლოდ $40, მაგრამ მე ახლა გეტყვით, რომ $1-დაც არ მეყიდია მეს მზა ბიზნესი და რატომ? იმიტომ რომ მე კომპანიამ უამრავი $50 მომცა. ორი ადამიანი, როგორც კი მოვიყვანე, მე კომპანიამ ჩემი $50 დამიბრუნა უკან. შესაძლოა ახლა ზოგმა თქვას, რომ ახლა არიან ადამიანები, რომლებთაც უჭირთ ხო ახლა ცოტა კრიზისული პერიოდია და დასაწყისისთვის არა აქვთ. მაგრამ ჯანმრთელობისთვის ღმერთთან უნდა გაჭიროთ, რომ დაგჭირდეთ ხო ის ესხეთ ფულს. ჩათვალეთ, რომ თქვენ ერთი კვირით ან ორი კვირით ისესხეთ, ის $50 სადღაც ალბათ 135 თუ 140 ლარია. ეხლა აღარ გადამიანგარიშებია დღევანდელ კურსზე, რამდენი არის ეს $50. ჩათვალეთ, იმიტომ რომ თქვენ ორ ადამიანს მოიყვანთ თუ არა, შემდეგ ხუთშაბათს, ხუთშაბათობით არის ჩვენი ხელფასების დღე, შემდეგ ხუთშაბათს თქვენ დაგერიცხებათ, დაგიბრუნდებათ უпростоრად თქვენი $50. ესე იგი, გამოდის, რომ $1-დაც არ ყიდულობთ თქვენ ამ მზა ბიზნესს. და ბიზნესია, იცით როგორი? საშვილიშვილო, რომელიც შეგიძლიათ თქვენი აკაუნთი, თქვენ საყვარელ შვილიშვილებს გადაულოცოთ. ამიტომ გეუბნებით, ეს არის უსერიოზულესი ბიზნესი, სადაც არის ძალიან სწორი ხედვა, საჭირო და დროული რეგისტრაცია. აქ ყველა წუთი ძვირფასია. ძვირფასო სტუმრებო, ვიდრე თქვენ ფიქრობთ და ყოყმაში ატარებთ დროს, სხვები შოულობენ თანხებს, ფინანსებს თანაც მზარდს.
იმიტომ რომ მე წეხან კი ვახსენე ხელფასი, მაგრამ ჩვენი ხელფასი არ არის მოჭრილი, ჩვენი ხელფასი არის მზარდი. ვინაიდან, როგორც მოგახსენეთ, არის აქ გუნდური მუშაობა და გუნდური მუშაობა რას მოიცავს? იმას, რომ ჩვენი მოწვეულის მოწვეულებისგან და კიდე მოწვეულებისგან, ვისაც ჩვენ არ ვიცნობთ, მათგან შემოგდის პროცენტები და როგორ შემოგდის ახლა. პირადიდან შემოგდით 10%, მესამე და მეოთხე სიღრმიდან შემოგდით 5%, შემდეგ 3, 2, 1, აი 10 სიღრმემდე, აი ასე მიდის ჩვენი შემოსავლები. ანუ განივრცობა თქვენ 2 ან 3 ადამიანი რომ მოიწვიოთ და მეტი არ მოიწვიოთ, თქვენი ქსელი იზრდება. იმიტომ რომ თქვენი 3 ადამიანი კიდევ 3-ს მოიწვევს, ან 2 კიდევ 2-ს მოიწვევს, ხო? შეიძლება უფრო მეტიც მოიწვიოს, რა თქმა უნდა, კომპანია არ ზღუდავს ამას, შეგიძლიათ 100, 200, თქვენი ნება რამდენიც გინდათ, იმდენი მოიწვიეთ. თუ გაქვთ იმის ამბიცია, რომ გქონდეთ $4,000 გექნებათ, თუ გაქვთ 8,000 გექნებათ, მხოლოდ და მხოლოდ იმუშავეთ და მუშაობაში მოიაზრება ის, რომ მხოლოდ და მხოლოდ უნდა მოიყვანოთ ადამიანები. ანუ ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, ოღონდ რეკლამაში არ აგერიოთ. რეკლამა ყოველთვის არის რაღაც ტყუილი ან გადამეტებული, მაგრამ ჩვენ ვამბობთ ზუსტად იმას, რასაც კომპანია გვთავაზობს, ანუ მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციას გავცემთ. ფაქტიურად, ძვირფასო სტუმრებო, აკეთებთ თქვენ სიკეთეს. სიკეთე ხო გადამდებია. სიკეთის კეთება მე პირადად ძალიან მაბედნიერებს. პირადად მე მაბედნიერებს, როდესაც სხვას ვეხმარები და ვუკეთებ სიკეთეს და დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იქნებით. მით უმეტეს ქართველები უფრო მეტად თბილი ხალხი ვართ, უფრო მეტად კომუნიკაბელურები ვართ და შეგვიძლია რომ თავისუფლად ხო უამრავი სანაცნობო ყავს Facebook-ზე, Viber-ზე, WhatsApp-ზე, Telegram-ზე, უამრავი სანაცნობო. ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, კლასელები, რა ვიცი, კურსელები, ნებისმიერ შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ ეს კომპანია. უბრალოდ გაჩუმება არ შეიძლება ამ კომპანიაზე. ამდენი დაღრმილი სახეები აღარ იქნება საქართველოში, ჩვენ როდესაც აი ასე ავმუშავდებით. ისე როგორც ევროპაში მუშაობენ. უბრალოდ ჩვენთან ერთი სისუსტი არის და ეს არის უნდობლობა. უნდობლობა ძალიან ბევრ რამეს აფუჭებს და ღუპავს ადამიანს. ანუ ბრმად არ უნდა მივხვდეთ რაღაცას, ხო? ეს უნდა გააზრებულად გააკეთოთ და რა თქმა უნდა გააზრებულად როდესაც გააკეთეთ, უნდა მიზანდასახულებიც იყოთ, ხო? მიზანდასახულობა უკვე გვეხმარება იმაში, რომ საკუთარ თავში ჩაჭიდოთ ხელი და უთხრათ, მე ამას შევძლებ. მე აუცილებლად გამომივა ეს. ნუ რავის ნუ მოусმენთ, უარყოფით აზრებს, რა თქმა უნდა, ნუ მოусმენთ, პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ იმყოფებით ლეგალურ, რეალურ ყარ კომპანიაში. აი ამის შემდგომ თქვენც ჩემსავით ისაუბრებთ მერე. თამამად, გაბედულად და რაც მთავარია სინდისი არ შეგაწუხებთ. იმიტომ რომ აქ მიღებული პროდუქტით უამრავ ადამიანს გამოაჯანმრთელებთ, აქ აღებული თანხებით უამრავ ოჯახებს გააბედნიერებთ და თქვენ ფაქტიურად ღმერთის წინაშე უდიდეს სიკეთეს გააკეთებთ და იმ ადამიანების. ეს კი ნამდვილად ბედნიერებაა. ეს მართლაც ძალიან გაჭირვებულია საქართველო უფრო მეტად მსოფლიო კრიზისია მთელ მსოფლიოში, მაგრამ საქართველოში კიდევ უფრო მეტად და როგორ შეიძლება ახლა გულგრილად დატოვო კონსულტანტი არ გაესაუბრო, რომელიც მაღაზიაში დილიდან და ღამებამდე მუშაობს, ღამის ცვლაში მუშაობს, ხო? არ შეიძლება რომ არ გაუზიაროთ და ქართველებს ეს არ გვიჭირს. ხო, დამეთანხმებით. ანუ აი ეს არის ჩვენი მუშაობა. ანუ სწრაფი სახის ბონუსი გახლავთ ის, რომ თვითოულ მოწვეულ ადამიანზე კომპანია გირიცხავთ თქვენ $25, მოიყვანთ 2-ს 50 ჩაგირიცხებათ, 4-ს მოიყვანთ $100 თქვენს კაბინეტშია, რამდენსაც მოიყვანთ იმდეს, ეს სწრაფი ბონუსი. მაგრამ რაც შეეხება მაჩიკ ბონუსი, რომელიც მე წეგან ვახსენე, ეს გახლავთ ხელფასი და ხელფასი.
დაუშვათ, ახლა მე ვარ $200 ხელფასზე გასული, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი პირადი გავიდა $500-ზე. მისგან მე ჩემს $200 დაემატება მისგან $250. თუმცა მას არაფერი არ დააკლდება. მეორე გავიდა $2000-ზე. მისგან მეორე პირადისგან დამერიცხება $1000. ანუ 50% თქვენია თვითეული მოწვეული ადამიანისგან. მსგავს რამეს ვერც ერთ კომპანიაში ვერ მოისმენთ, მსგავს ვერაფერს ვერ გაიგებთ, რაც ამ კომპანიაში ხდება. ნამდვილად ჩვენ პარტნიორები აღნიშნავთ ხოლმე დღემდე მე მაგალითად აი რაღაც მაში ვარ ზღაპარში, ზღაპრულ კომპანიაში, რა თქმა უნდა, ოღონდ რეალურში. დღემდე არ მჯერა რომ სახლში ვარ და სულ არაფერში აი მუშაობაში ეს მოიაზრება, ხო? აი ამაში მე უკვე $200 ხელფასი მაქვს და რა თქმა უნდა ყოველთვე იზრდება ჩემი ხელფასი, იმიტომ რომ როდესაც გუნდი მუშაობს კარგად, გუნდი აი ამ შემთხვევაში უკვე შემოსავლები შემოგვდის. აქ არის ერთი პარტნიორი, ერთ-ერთი აღნიშნავ მეთოდი, ძალიან ბევრი არის ასეთი, რომელიც თავად პედაგოგი გახავთ და მხოლოდ 3 ადამიანი მოიწვია. მეტი არაფერი არ გაუკეთებია მას. ეს 3 ადამიანები ისეთი მექსელები აღმოჩნდნენ და ისეთი ყოჩაღი ქალბატონები, რომ მათ გაუზარდეს ქსელი და ის სადღაც მგონი $700 ხელფასი იღებს. რაში მხოლოდ 3 ადამიანი მოიწვია. მეტი არაფერი არ გაუკეთებია. ქალბატონ ანამ დანერგა აი ეს მარკეტინგი ახლა 3+3-ის მოწვევით. ეს ყოველ კვირაში დავუშვათ თქვენ მოიწვიეთ 3 ადამიანი, თქვენმა მომწვევმა დუპლიკაცია გააკეთა იგივე და მოიწვია კიდევ 3, იმანაც კიდევ 3 და აი ასე რომ გაგრძელდება, გავდივართ ძალიან მაღალ ხელფასზე ძალიან მალე. რაღაც თვეებში. თუ აი ეს ჯაჭვი გაგრძელდა და არ გაწყდა. ასე რომ ზღაპრულ კომპანიაში ვართ თქო, იმიტომ გეუბნებით. ბრინჯაოს ახლა აქ არის სტატუსები. სტატუსების და მიხედვით იზრდება ჩვენი სიღრმეები, ძვირფასო სტუმრებო. და რატო გჭირდება ახლა ეს სტატუსები? იმიტომ რომ გაიზარდოს ჩვენი სიღრმეები. მე ახლა გახლავთ ვერცხლის სტატუსში და ერთი ვერცხლი გამაკლია გუნდში, რომ მე გავხდები ოქროს სტატუსის მფლობელი და როდესაც ვერცხლის სტატუსი ხართ 4 სიღრმიდან შემოგდეთ შემოსავალი, ოქროს სტატუსში როდესაც ახართ 6 სიღრმიდან, ოქროს და პლატინას 6, შემდეგ არის ბრილიანტი და ბრილიანტს უკვე ეხსნება მე-15 ლეველი და ის გადის $16,000 ხელფასზე. მაგრამ ჯერ დავიწყოთ ბრინჯაო. ვერცხლს და ბრინჯაოს ეხსნება 13 ლეველი და როდესაც 12 ლეველი შეივსება 12 ლეველი, მხოლოდ თქვენი მოწვეულებით არ უნდა შეივსოს, აქ მუშაობს უჭკვიანესი რობოტი, ავტომატიზირებული რობოტი, რომელიც როგორც მოგახსენეთ, ზედა სპონსორებს რომ უკვე შეევსოთ თავიანთი 15 ლეველი და იქ არ ეტევა ხალხი, მათ აქვთ უშველებელი ქსელი, ხო, რა თქმა უნდა, ეს რობოტი ჩვენ გვიგდებს სრულიად უცხო ადამიანებს ჩვენს უჯრედებში. ანუ ლეველებს ახსნი უჯრედებით, რომ მარტივად მიხვდეთ. როდესაც ეს 12 უჯრედი შეივსება, თქვენ გადიხართ $2057 ხელფასზე. წარმოგიდგენიათ? ადამიანი მთელი ცხოვრება წვალობს, პენსიას ელოდება 60-65 წლის ასაკში და რაღაც სამარცხვინო ალბათ 300 ლარია თუ რამდენია არ ვიცი მე პენსია ზუსტად 300 ლარი მახსოვს არის, ხო? აი ამ სამარცხვინო პენსიაზე გადის ადამიანი. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ 1 წელი, 2 წელიც რომ მოგიწიოთ, ლოდინი, თუნდაც მეტი, ხო? არ ვიცით ახლა რა სიჩქარით შეივსება ის 12 ლეველი. შეიძლება რობოტმა ისეთი კარგი მექსელი ჩაგიგდოთ, რომ მან წაიყვანოს თქვენი ქსელი და ძალიან მალე შეივსოს ის თქვენი 12 ლეველი და გახვიდეთ $2057 ხელფასზე. მე მგონი ცუდი არ არის. ხოლო ოქროს და პლატინას ეხსნება 14 ლეველი და ოქრო გადის $8000 ხელფასზე. ხოლო როგორც მოგახსენეთ, ბრილიანტს უკვე ეხსნება მე-15 ლეველი
და ბრილიანტი გადის $16,000 ხელფასზე. მას თვეში აქვს $16,000 და წეღარო მოგახსენეთ ქალბატონი ალა ჩვენი ზედა სპონსორი. მას აქვს სწორედ იყო აქ ჩამოსული, ჩვენ გავეცანით მას, ძალიან უშუალო ქალბატონი არის, თავმდაბალი, რასაც ძალიან ვაფასებ ადამიანებში და გვაჩვენა მან ტელეფონში თავისი ხელფასი $16,000 ჩვენი თვალით ვნახეთ. მაგრამ მას აქვს მატჩიკ ბონუსები და რას ნიშნავს, ხო, როგორც აგიხსენით, ხელფასიდან ხელფასი. წარმოიდგინეთ, ეს ქალბატონი გახლავთ მილიონერი და ჩვენ ძალიან ბევრი მილიონერი ყავს, ასევე ყაზახისტანში გაიხსნა ერთი ბრილიანტი, როგორც კი გახდება ქვეყანაში კომპანია გვიხსნის ჩვენ საწყობს. თქვენ წარმოიდგინეთ. როდესაც საქართველოშიც ერთი ბრილიანტი გახდება, უკვე გაიხსნება აქ საწყობი და აღარ გაველოდებით. ახლა ამერიკაში, ფლორიდის შტატში არის საწყობი და არის კიდევ ჰამბურგში, გერმანიაში. ასე რომ მათ უკვე ყაზახისტანში უკვე აქვთ საწყობი, ვინაიდან იქ ყავთ უკვე ბრილიანტის მფლობელი მამაკაცი არის ასეთი, რომელიც გავიდა აი ამ სტატუსზე. სწორედ ამ კომპანიის წყალობით. ასე რომ ძალიან გულუხვი კომპანიაა, გულუხვად გვაჯილდოვებს, თუ კი, რა თქმა უნდა, ვიშრომებთ და შრომაში მხოლოდ და მხოლოდ სიკეთის კეთება მოიაზრება ძვირფასო სტუმრებო, სხვა მეტი არაფერი. როგორც აღნიშნე თქვენ, ვინც მექსელეები ხართ და დაიღალეთ უკვე ჩემსავით, ყიდვა გაყიდვებისგან, თქვენ აქ ამოისუნთქებთ. მე დღემდე კიდე არ მჯერა ხოლმე, რომ აი ეს ბედნიერება მაქვს და მადლობელი ვიქნები მთელი ცხოვრება ქალბატონი ნატალიასი, ვინც მე მომიწვია და ქალბატონი ნანასი, ვინც ეს კომპანია გამაცნეს და არ დამტოვეს, ასე ვთქვათ, იმ ჭაობში, სადაც ვიმყოფებოდი. ახლა მიკვირს როგორ გავუძელი იქ მუშაობას. ასე რომ, ჩემსავით ძალიან დრო დავკარგე მე, საკმაოდ დრო დავკარგე, ალბათ თქვენ ახევარი, თუ მეტი არა, იმიტომ რომ ძალიან ჩაფლული ვიყავი იმ კომპანიაში მუშაობით და ჩემი მეგობარი, როდესაც მეუბნეოდა, რომ აი ამ კომპანიაზე მესაუბრებოდა, ფაქტიურად მე დრო არ მქონდა ამისი. მაგრამ დაჟინებით ჩამაცივი და რასაც ქვია, არ მომეშვა ნამდვილად, აი დაჟინებით ყოველთვის მთხოვდა, რომ დავსწრებულიყავი და დავრეგისტრირებულიყავი უпроსწორად ამ კომპანიაში და მართლაც მთელი ცხოვრება მათი მადლობელი ვიქნები. ასე რომ თქვენც ჩემი შეცდომა რომ არ გაიმეოროთ და არ დააგვიანოთ აქ რეგისტრაცია, ძალიან ვნანობ იმ თქვენ ახევართ დაკარგულს, დროულად გადადგით ნაბიჯები, დროულად მიიღეთ გადაწყვეტილება და ასევე როგორც გითხარით, ბიზნეს ფორუმი არის ასეთი საიტი, სადაც თქვენ შეძლებთ დაგუგლოთ და თავად გადაამოწმოთ თუ რა კომპანიაში მოგიწევს თქვენმა ძვირფასმა პარტნიორებმა, მომწვევებმა და რას გთავაზობენ. ნამდვილად უნიკალურ კომპანიაში მოგიწვიეს და ფიქრით არ გადადოთ. დღეს არა, ხვალ არა ზეგი, იმიტომ რომ ჩვენ ქართველებს ეს გვახასიათებს. მეთხე-მეხოლეები ვართ, ხო, ცოტა არ იყოს. თქვათ ეს სიმართლე. უბრალოდ აქ კიდევ მოგიწოდებთ, რომ ძალიან სწორი ხედვა უნდა გქონდეს, ვინაიდან ნამდვილად გულუხვია კომპანია. კომპანიას, რა თქმა უნდა, ჯერ ორი მონოხაზი აქვს, ბადები და კოსმეტიკური ხაზი. ეს არის სახის საცხი და შრატი, რომელიც უნიკალურ შედეგებს დებს, მომენტალურად ასწორებს ნაოჭებს. აქ ჩვენ ერთ-ერთი პარტნიორი ყავს, რომელიც მას აღნიშნა, რომ დეკოლტეს ვერაფრით ვერ იცმევდა, იმიტომ რომ ძალიან ღარი ქონდა აქ, ასე ვთქვათ და აი ამ, როდესაც გამოიწერა ეს შრატი და საცხი, შედეგი დადო, საოცარი შედეგი. გაოცებული ადრე ფოტოც ყიდავდნენ მე ერთი ქალბატონის, ჩვენი პარტნიორის, სახელი და გვარი არ მახსოვს მისი, თვითონ გამომეხმაურა და ფოტო მომაწოდა, კოლაგენმა რამხელა შედეგი მისცა და სახის შრატი ხო არ ვიცი და საცხი არის საოცრება. ანუ
კოლაგენი გვაქვს რაღაც ზღაპარი, რომელიც მე არც ერთ კომპანიაში არ მინახია მსგავსი კოლაგენი, რაღაც წებოვანი არის, თუ არ დავიბანე ხელი. იმას მე ვერანაირად ვერ ვიშორებ ხელიდან, რაღაც საოცარი კოლაგენია. ფაქტორ 4 არის ფაქტიურად ონკოპროტექტორი, რომელიც სადაც კი რაიმე ანთება არის, აბსოლუტურად ყველგან აქრობს ამ ანთებას. აი ახლაც ქალბატონ ნანამ აღნიშნა, მესაუბრებოდა დღეს, რომ დაეწყო ვირუსი და ორჯერ მიიღო დღეში და გაოცებული ამბობდა, რომ ვირუსი შეუჭირდა. აი საოცრება არის, ეს პატარა რაღაცა, მაგრამ აქ ჩვენ ყავს პარტნიორები, რომლებსაც ყავთ სიმსივნიანი ავადმყოფები და დაბლოკა მეტასტაზები. ფსორიაზი ქონდა ქალბატონს, რომელიც წლებია იტანჯებოდა, აი ადგილი არ ქონდა საერთოდ სახეზეც, ხელებზეც ადგილი არ ქონდა, სადაც ეს ფსორიაზი არ ქონდა და იცით რა საშინელებაა, როგორი საშინელი ქავილი იცის მან და ტანჯველი არის. და სწორედ აი ამ პროდუქტის, რომელიც მე თქვენ გითხარით დასაწყისში კომპანია რომ გვთავაზობს, ნამდვილად რო ზრუნავს ჩვენზე, ეს 6 პროდუქტი რომ დაიწყო, მე-12 დღეს ქალბატონს უკვე ქონდა სრული შვება. უამრავი პარტნიორი ყავს, მადლიერი, კმაყოფილი მათ შორის მე, უამრავი პრობლემები მომიგვარა, უამრავი, არ ვიცი რომ ერთი ჩამოვთვალო, ფაქტიურად 20 წლის ასაკში დამაბრუნა ენერგიით და ჯანმრთელობით. ასე რომ არ გადადოთ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა არის აქ უმაღლეს დონეზე, იმიტომ რომ თქვენ უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ ხარისხის პროდუქტებს იძენთ 75%-იანი ფასდაკლებით. ეს არსად არ ხდება ძვირფასო სტუმრებო. აქ ნამდვილად ზღაპრულ კომპანიაში მობრძანდით თქვენ. ასე რომ თქვენც მერე ჩემსავით მადლობას გადავახვდით თქვენს მომწვევებს. ისურვებთ წარმატებას, წინსვლას და სწორ ხედვას და დროულ რეგისტრაციებს. ასევე მინდა ყურადღება გავამახვილო კიდევ, რომ როგორც გითხარით, კლუბური სისტემის არის ეს კომპანია და რა თქმა უნდა, უახლოეს ხანში ბატონმა ბენგლისკმა განაცხადა, ჩიტის რძეც კი იქნება ამ კომპანიაში. ეს იქნება, აქ იქნება, რა თქმა უნდა, ტექნიკა, მოგზაურობა, იურიდიული მომსახურება, ღმერთთან უნდა გაჭიროთ, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი Amazon-ს აქვს. თუმცა აქ ყველაფერი იქნება უმაღლესი ხარისხის, Amazon-ისგან განსხვავებით და Amazon-ი მართალია იქიდან ვიწერთ ჩვენ და იმაშიც ვიხდით, ხო, ყოველთვე გადასახადია 15 ევროპაში 15 ევროს იხდიან, აქ სხვა თანხა არის, ხო? მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, Amazon-ი 1 ცენტსაც არ უხდის. გიხდით, ხო, მასია. არაფერს არ გიხდის Amazon-ი და კომპანია ლივგუდი 80%-ს გვეწილადებს ჩვენ შემოსავლებიდან. თქვენ ამ ყველაფრის და საუბარი არის ავტომობილებზეც. თქვენ წარმოიდგინეთ, თუნდაც ტექნიკა და არ იყოს ავტომობილი, მაგრამ ესეც იქნება დარწმუნებული ვარ, იმდენად კარგად მიდიან ჩვენი ორი დამაარსებელი ამ კომპანიის დამაარსებლები, ისეთი კრეატიული და ჭკვიანი ადამიანები არიან. ესეც იქნება, მაგრამ ავტომობილებიც რომ არ იყოს, ტექნიკას თქვენ და საუკეთესო ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საკუთარი მარკეტპლეისი გაქვთ ფაქტიურად, თქვენ არსად არაფერს აღარ შეიძენთ აქ თქვენს კომპანიაში ყველაფერს 75-80%-ით ფასდაკლებით. ეს ნამდვილად დიდი ბედნიერებაა დამეთანხმებით. ხო, მასია. სულ ეს მინდოდა მე თქვა თქვენთვის. ახლა კი გისმენთ თუ რაიმე შეკითხვები გაქვთ, მზად ვარ გიპასუხოთ. დიდი მადლობა ქალბატონო ციცი. ძვირფასო სტუმრებო, თქვენ ხედავთ რომ გამორთული გაქვთ მიკროფონები, თქვენ უნდა დააჭიროთ ორჯერ მიკროფონს, მე გამომიჩნდება რომ ითხოვთ სიტყვის კითხვის დასმას ან თქვენი აზრის დაფიქსირებას, აუცილებლად ჩაგირთავს და მიიღებთ, რა თქმა უნდა, თქვენ კითხვაზე სასურველ პასუხს. გთხოვთ. მოგესალმებით, ისმის ჩემი? მოგესალმებით. ბედნიერ საღამოს ვისურვებ.
გაიხარეთ, მაგრამ ძალიან შორიდან ისმის თქვენი ხმა. ქალბატონო მაია, თქვენი ხმა აღარ ისმის. ეხლა ახლა ისმის, კი ბატონო, გისმენთ. ახლა ისმის? კი. დავუშვათ და შემოვედი მე თვითონ და რომ ვერავინ მოვიწვიო და ვერ ვიპოვო ისეთი ადამიანები, ხო იცი, ძნელად ენდობიან ვინმეს. ამ შემთხვევაში რა ხდება? დასაწყისშივე გეტყვით, რომ ასეთი მოტივით არ შემოხვიდეთ და ასე არ იფიქროთ. იმიტომ რომ არ არსებობს ახლა თქვენი ხმა არ მისმის. არ ისმის ჩემი ხმა? ქალბატონო სოფო, ისმის ჩემი ხმა? კი, ისმის. ქალბატონო მაია, გაბრძანდით და თავიდან შემოვბრძანდით თუ შეიძლება. მხოლოდ წითელ ყურნუს დაადეთ ხელი და ისე გაბრძანდით. მანამდე სხვებს მოგისმენთ თუ გაქვთ კითხვა? ქალბატონო ნუცა. ქალბატონო ნუცა, თქვენ გქონდათ ხელია წერული, როგორც მე დავინახეთ, შემეშალა? ეხლა გესმით? დიდი ბოდიში, ეხლა გესმით? კი, ეხლა ისმის. საღამშვიდობის ქალბატონო, მეგონა ამდენი ხანი ვსაუბრობდი, მეგონა ჩართული მქონდა. მე არანაირი შეკითხვა არ მაქვს დასასმელი, უბრალოდ მადლობა მინდა დღევანდელი საღამოსთვის გადაგიხადოთ პირველ რიგში თქვენ. ასევე სოფოს მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო, რომ მომიწვია საერთოდ აქ და დამატყევინა სრულიად სხვა რამეზე ფიქრი და უკეთესობისკენ მივდივარ. გრძნობ მე ამ ყველაფერს და მინდა რომ ყველას წარმატება ვუსურვო და წინსვლა აუცილებლად. უღრმესი მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. მადლობა, გაიხარეთ ქალბატონო ნუცა. ნუცა სულ ახალი შემოსული არის და უკვე აი ეს მიხარია, როდესაც ადამიანს აი ასეთი სწორი ხედვა აქვს. ანუ ძვირფასო სტუმრებო, აი ეს ფიქრი საერთოდ გონებიდან ამოიგდეთ, რომ ვერავინ მოვიყვანო, ეს გამორიცხულია. როგორ შეიძლება 2 ან 3 ადამიანი მაინც ვერ დაარეგისტრიროთ? ოჯახის წევრები დაარეგისტრირეთ ბოლოს და ბოლოს. მე მეუღლეც დავარეგისტრირე და ქალიშვილიც. არ არსებობს იმდენი სანაცნობო წრე ყავს, რომ არ არსებობს, რომ 2 ან 3 ადამიანი ვერ მოიყვანოს. ქალბატონო მაია, გისმენთ? აი მაგ შეკითხვა მინდოდა რომ ვერავინ შემოვიყვანო და შემოვიდეთქო დარეჯანის მოწვეული ვარ, მე თვითონ ძალიან სულით და ფულით შემოვა, მაგრამ რომ ვერავინ შემოვიყვანო, ამ შემთხვევაში რა ხდება? არაფერი არ ხდება. კომპანია იმას როდესღაც ხო შემოიყვანთ, ხო ნახავთ. არ არსებობს 1 ან 2 ადამიანი ან 3 რომ ვერ დააინტერესოს. ეს გამორიცხული ფაქტია. ასამაზი არ გვეუბნება კომპანია. მე აღარ ვახსენე, არ მიყვარს ხოლმე სულ პასიურზე ლაპარაკი. კომპანიამ იზრუნა პასიურ ადამიანებზე და აი დაუშვათ არსებობენ მილიონში 1 ადამიანი, რომ არ შეუძლიათ რომ მოიწვიონ, მოიყვანოს, ხო დააინტერესოს ადამიანი. აი ამ შემთხვევაში ამ პასიურ ადამიანსაც, როდესაც შეევსება ის 12 ლეველი, ის გადის $2047 ხელფასზე. მაგრამ გამორიცხული, რომ თქვენ ვერავინ ვერ მოიყვანოთ. მასი მადლობა. ქალბატონი მაიკო ლეკიშვილი გთხოვთ. გამარჯობათ, მოგესალმებით საღამოშვიდობის ყველას. იცით რა მაინტერესებს? მაინტერესებს ამ პროდუქტებს, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ანუ ხომ და გავყიდოთ ჩვენ რაღაცეები, ანუ დასაცმელიც იქნება ისინიც რაღაცეები. მგონი სწორად გავიგე ხო? თუ არა სწორად გავიგე? არაფერი არ უნდა გავყიდოთ, მაიკო, არაფერი. იქ გაყიდვა არ არის აქ.
ეს თუ თქვენ გინდათ, შეგიძლიათ პარალელურად იმუშაოთ და გაყიდოთ კიდეც. ეს თქვენი კეთილინებაა, თქვენი ნება არის ეს. ანუ უბრალოდ უნდა მოვიწვიო ხალხი და всё. მხოლოდ ადამიანების მოყვანა სურს კომპანიას. ნახეთ, იმიტომ ავახსენე, რომ ჭკვიანი მარკეტინგია აქ ჩართული. აქ მოსული ადამიანი გულგრილი ვერ დარჩება და შეიძენს ამ უნიკალურ პროდუქტს. და ანუ პირველ რიგში დასარეგისტრირებად გჭირდება $40. სხვა არაფერი. კი, $50 უნდა ქონდეს კარტაზე და კარტა უნდა იყოს Visa ან Mastercard-ი. აი ამ ორ ბანკთან თანამშრომლობს ჩვენი კომპანია. ამ ორ ბანკს ენდობა, ასე ვთქვათ. დასაგებია. უმეტესობა პროდუქტები იქნება საქართველოსთვის ხელმისაწვდომ ფასში, ასე რომ ვთქვათ, ანუ ყოველდღე გაყიდვაც რომ მომდეს. ბატონო? სიტყვაზე გაყიდვაც რომ მომდეს, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ რომ 80-75% სადღაც ფასდაკლება გვექნებაო და ანუ აქ თქვენ მოგეხსენებათ რომ ქართველებს დიდად არ შეუძლიათ ეს ევროებში და დოლარებში შეძენა, ყველას არ შეუძლიათ შემთხვევაში. კი, ანუ ხარისხს არ ამუყურებს თან კრიზისია ამ ქვეყანაში, ასე თუ ისე, არ ვართ ჯერ ეკონომიურად წინ, პირიქით უკან ვართ. ბევრ ამაში, ასე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი არის ეკონომიკა და ანუ უბრალოდ მაინტერესებს ანუ ადამიანი რომ დაინტერესდეს პროდუქტით, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება მისთვის მისი შეძენა. რა თქმა უნდა, სრულიად ხელმისაწვდომია ამ პროდუქტის შეძენა, უკვე უამრავჯერ გამოვიწერე ეს პროდუქტი, ამ პროდუქტის გარეშე არ შემიძლია რომ ვიყო, მე და ჩემი ოჯახი ფაქტიურად ამით ვართ, სხვა არაფერს არ ვიღებთ. გაყიდვაზეც თუ თქვენი სურვილია, ჩვენ გვყავს პარტნიორი, რომელიც იდეალურად მუშაობს და ძალიან ბევრ პროდუქტს ყიდის. მე პირადად ყიდვობები და ჯერჯერობით იმდენად ყელში ამოსული მაქვს, რომ არ მიფიქრე ამ იმაზე, თუმცა მე თან გამოცდილებაც არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით, თორე ბევრ სამსახურში მიმუშავია ისე. უბრალოდ ახლა პატარა მყავს და რეალურად ონლაინ სამსახური უფრო მეტად მჭირდება და მეტად გამომადგება. მით უმეტეს, აქ 4 და 7 შვილიანი დედები მუშაობენ. და ბატონო, გასაგებია, მაშინ საფიქრებელი თემა გაყიდვის გარეშე. გასაგებია. ბედნიერება. მადლობა უღრმესი და დამაკმაყოფილა თქვენმა პასუხმა. გაიხარეთ, წარმატებებს გისურვებთ, დრო არ დაკარგოთ. მადლობა ჩემი თქვენს. მოგზალებული რჩევა ეს. ვცდები რომ დრო არ დავკარგო. მეც არ მინდა რომ დავკარგო დრო. კი, ნამდვილად არ არის აქ. აქ დრო ქალბატონი ეთნური გედელიანი გთხოვ. ქალბატონო ეთერი დააჭირეთ მიკროფონს ხელი და შეგიძლიათ დასვათ კითხვა. ჩართულია ჩემგან. მეორედ დაადეთ მიკროფონს ხელი და ჩაირთვება. ჩაირთო მე მგონი კი. კი. გისმენთ ქალბატონო ეთერი. საღამოშვიდების მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ქალბატონო ციცი საინტერესო პრეზენტაციის მოწვევის განმოჩენისთვის და მოწოდებისთვის. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა ლომიძეს რომ ეს არაჩვეულებრივი ბიზნესი შემოგვიტანა და გვაქვს საშუალება რომ ჩვენც ვისარგებლოთ. დიდი მადლობა ქალბატონ როზას ჩემს სპონსორს მოწვევისთვის, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და ჩამჭიდა ხელი და არ მიშვებს და იძულებული ვარ გვერდით დავდგე და ვიმუშაო. ნამდვილად საინტერესო, აი ძალიან საინტერესო ორგანიზაცია და უნდა შევძლოთ. უნდა შევძლოთ შეუძლებელი, რომ ჩვენ ერთი მეორეს გვერდით უნდა დავდგეთ და ჩვენ ერთი მეორეთი ბედნიერდებით, ერთი მეორეს ვაბედნიერებთ. არ ვთქვათ ის, რომ ვაიმე რომ ვერ მოვიყვა, არა, უნდა შევძლოთ და უნდა მოვიყვანოთ. უნდა მივაწოდოთ სწორად ინფორმაცია ჩვენს სამეგობროს. იმედია გაგვიმართლებს და წავალთ
წინ წარმატებებს გისურვებთ ყველას, ყველაფერი გასაგებია, არაჩვეულებრივად გადმოგვეცით ქალბატონო ციცი. უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, გისურვებთ წარმატებებს. მადლობა ქალბატონო ეთერი, წარმატებებს გისურვებთ თქვენ გუნდთან ერთად. რა თქმა უნდა, აქ გუნდური მუშაობა გახავთ და ერთობლივი, ასე ვთქვათ, ჯაჭვური ასეთი მუშაობით მივდივართ ჩვენ წინ. ეხარეთ, დიდი მადლობა, წარმატებები თქვენც და ყველა ჩვენს მეგობრებს, ვინც აი ამ კომპანიას ვეზიარეთ და მუშაობთ. კიდევ ერთხელ მადლობა სუხდი ქალბატონ როზას აქ საინტერესო კომპანიაში მოწვევისთვის. გაიხარეთ ყველა. მადლობა. გითხავთ მეგობრებო, ნუ მოდი. გისმენთ. ნუ მოგერიდებათ მეგობრებო, დაცით კითხვები. თუ არა და რამდენიმე წუთში დავემშვიდობოთ ხომ ქალბატონო ციცი? კი. ბოდიში ისე მეგაწყებთ შეკითხვა თავიდან მომიდოდა და ამისა და დამავწყდა უბრალოდ თავიდან ამბაცა. იცით რა მინდა ანუ ამ ხალხის მოწვევით ზოგადად ანუ კომპანიას ამით რა სარგებელი ექნება თუ ვერაფერს ვერ გაუყიდით და უბრალოდ ხალხს მოუწევთ. იმ $50-ზე ხომ არ არიან დამოკიდებულები, ასე რომ ვთქვათ. ანუ რაღაც სარგებელი ხომ და ნახოს და ანუ ვერ ხვდები, ანუ კონკრეტულად რა სარგებელს ნახულობს კომპანია ამით. რომ ის მე შემდეგ ამაზე ამით თანხას მიხდის. მე მოგახსენეთ, რომ $10 არის სავალდებულო გადასახადი, ხო? ეს კლუბური სისტემის $10. აი ამ $10-დან სწორედ ჩვენ გავდივართ იმ ხელფასებზე. კომპანიას აქედან დიდი შემოსავალი აქვს და ჩვენც, რა თქმა უნდა, პარტნიორებს თავისი შემოსავლიდან გვიწილავდეს 80%-ს. ანუ $10-დან 2.5 ცენტობით, ასე ვთქვათ, 25 ცენტი ახლა კი მოგეჩვენებათ ძალიან მიზერულად, მაგრამ სწორედ აი ამ 25 ცენტობით გავედით ჩვენ $200, $400, $700, $1000, $4000 და $8000 ხელფასებზე. და როგორც აღვნიშნე, კომპანიას ის სარგებელი აქვს, რომ როდესაც რაღაცა აქვს ადამიანს გასაყიდი ბაზარზე გააქვს, ხო, სადმე აქვს დაუსახლებელ ტერიტორიაზე ხომ არ მიაქვს, მიაქვს დასახლებულ ტერიტორიაზე, ხო, სადაც ხალხმრავლობა არის, ბაზარი სად არის, ხო? აი ასე არის. კომპანიას აქვს უნიკალური პროდუქტი და აქ მოსული ადამიანები აუცილებლად შეიძენენ მის პროდუქტს. და ამ პროდუქტის შემქმნელები კი, ამ პროდუქტის შემქმნელები არიან. ამ პროდუქტის შემქმნელები გახლავთ ლიზა და რაიან გუდკინები, პროფესორები არიან ისინი და კლინიკა, რომელიც ჩაინერგა ჩვენს კაბინეტებში და უკვე ამოქმედებულია, თქვენ როდესაც დარეგისტრირდებით, იქ კითხვას შეავსებთ და თვითონ გუდკინებისგან, თვითონ ამ პროფესორებისგან მიიღებთ თუ რჩევებს რა პროდუქტი გესაჭიროებათ თვითონ გვინიშნავენ. ასე რომ კლინიკაც არის აქ და ჩვენ არ გვიწევს როგორც სხვა კომპანიებში იყო ძალიან დატანჯული ვიყავი ექიმობანას თამაშით, იმიტომ რომ არ ვარ ექიმი მე პროფესიით და რთული იყო ამ საქმის გაწყობა, მაგრამ აქ ჩვენ რეკომენდაციებს არ გავცემთ ამაზე, იმიტომ რომ თავად აქვს პროდუქციას უნიკალური ანოტაცია და თვითონ გუდკინების, ასე ვთქვათ, კლინიკა უკვე ჩანერგილია ჩვენს კაბინეტებში. ძვირფასო სტუმრებო, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი არის პრეზენტაციები საქართველოს დროით 22 საათზე და ორშაბათს იქნება ყავალი გუდი საქართველოს დროით 1 საათზე. ასე რომ შემზადეთ თქვენი სტუმრები და პატიჟეთ ძალიან საინტერესო შეხვედრა გელით. ძალიან საინტერესო. ეს უკვე სიურპრიზია. ასე რომ ორშაბათს 1 საათზე გელოდებით. კარგით, ქალბატონო სოფო, დავემშვიდობოთ, მე მგონი აღარ არის კითხვები, დავასრულოთ. დიახ.
ძვირფასო სტუმრებო და პარტნიორებო, დაგემშვიდობებით, იმედია სასიამოვნო საღამო გაატარეთ ჩვენთან ერთად, მიიღეთ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციები, რომ შეგექმნათ სწორი ხედვა, შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ და რა თქმა უნდა საკუთარ თავს და საკუთარ ოჯახის წევრებს გაუკეთოთ დიდი საჩუქარი, რომ დადგეთ აი ამ წარმატების გზაზე, იყოთ ჯანმრთელები და გქონდეთ ფინანსური დამოუკიდებლობა. გელოდებით შემდეგ პრეზენტაციაზე, სტუმრებით, დაპატიჟებით და გისურვებთ, რა თქმა უნდა, ყოველთვის წარმატებას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მადლობა, რომ ჩემთან ერთად ბრძანდებოდით. წარმატებები.